დაიდო სტატიები, რომ თათა გიორგობიანი ორსულობას ვეღარ მალავს. კვიზისთვის მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ. როცა თავისუფალი დრო გაქვს, რა საკეთებ ხოლმე? ვცეკვავ, ანუ ვხატავ. ცეკვავა, ხატ. 32 წლის ასაკში შევედი ქართულ ცეკვებზე. ხო? რა კარგი, რომელიც ცეკვა გამოგდის ყველაზე კარგად. არ ვიცი. ეგ მოდი მასწავლებელმა თქვას. მასწავლებელი რომ სიამოვნებას რო ვიღებ ყველა ცეკვისგან ეს ნამდვილად ვიცი. ბედის გჯერა თუ ყველაფერს ადამიანი თვითონ ქმნის? მე ვფიქრობ, რომ ადამიანი არის თანამწერალი საკუთარი ბედისა. ტუჩ საცხი თუ ტუში? ტუში. ვათამაშე PlayStation 5-ს. თუ ჩემი გვერდიავა მარტის ბოლომდე 100.000 გამომწერზე, ჩემ ერთ-ერთ გამომწერს რენდომ გათამაშებით გადავცემ PlayStation 5-ს. ამიტომ დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე ჩემი არხი. ახლა კი გავაგზავნოთ კვიზი. რო გყავდეს დროის მანქანა, წარსულში დაბრუნდებოდით თუ მომავალში გაიხედებოდით? წარსულში და გავესაუბრებოდი ძალიან ბევრ ფილოსოფოსს და ფსიქოლოგს. ანუ მომავალი არ არის შენთვის საინტერესო? წარსულია ის, რაც გვქმნის ჩვენ ახლა. მომავალიც საინტერესოა, მაგრამ ახლა ვცხოვრობ და გაინტერესებს საიდანაც მოვდივარ ის. ყველაზე სასაცილო ჭორი, რაც შენზე გაგიგია? სასაცილო ჭორი, მე რაზეც გამეცინა ეს იყო, რომ ძალიან მიყვარს ხინკალი. და ბევრი მომივიდა ცოტა და დაიდო სტატიები, რომ თათა გიორგობიანი ორსულობას ვეღარ მალავს. მილანი თუ ინტერი? მილანი. მადლობა კოტე. მზე უფრო გიყვარს თუ მთვარე? ორივე. მზე ენერგია, მთვარე ემოციები ჩემთვის. როგორ რეაგირებ კრიტიკაზე? კრიტიკაზე, გაჩნიავის კრიტიკაზე. კი ბატონო. ზოგს საერთოდ არ ვითვალისწინებ, არც უსმენ, ზოგზე ვიცინი, ზოგს რა თქმა უნდა ვითვალისწინებ. კრიტიკა საჭიროა? აუცილებლად, რა თქმა უნდა. ემოციების კონტროლი უფრო მნიშვნელოვანია თუ გამოხატვა? ხო სერიოზული კითხვებია. სხვათა შორის არ არის ეგ მარტივი კითხვა, ორივე მნიშვნელოვანია. მაგრამ ალბათ უფრო გამოხატვა, იმიტომ რომ გამოუხატველი ემოციები დაავადებებს აჩენს და ჯობია რომ ადამიანი დაიცალოს და თუ ზედმეტი მოვა, ვინმე წამოუთაქებს. ანუ ამით უნდა მივხვდეთ, რომ ზედმეტი მოგვივიდა. ხო. ანუ არ უნდა დავიგროვოთ. სჯობს რომ არ დავიბოღმოთ და გამოვხატოთ. ერთი პატარა ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც ყველას გამოადგება, რო უთხრათ ან ჩემ გამომწერებს. ყველას ძალიან ინდივიდუალური ალბათ ყველასთვის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რამაც მოახდინა ყველაზე ესეთი გარდამტეხი ეფექტი ეს იყო ის, რომ შენ არ ხარ შენი ფიქრები და შენი ემოციები. შენ არ ხარ შენი ფიქრები და შენი ემოციები. აბა რა ხარ? სხვა რამე. უფრო მეტი. უფრო მეტი. ბოლოს გამომიწერ თუ არა მაგ კითხვას არ დაგისვა, იმიტომ რომ გამოწერილი ყავარ და ხო დამპირდები რომ ამ ფოლოუს არ გამიგეთ. არასდროს. ძალიან დიდი